როგორი იყო ეს ერთი წელი ევროინტეგრაციის კუთხით, იმიტომ რომ რა ეტაპზე ახლა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, ევროინტეგრაციის პროცესი ამ მომენტისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ეს მთელი წლის განმავლობაში აქტუალური თემა გახლდათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყანა და ევროკავშირთან დიალოგი. ბევრი სპეკულაცია მოყვა, რა თქმა უნდა, იმ განცხადებას, რომელიც ერთი წლის წინ და ერთი წლის წინ რეალურად საქართველოს ხელისუფლებამ თქვა მარტივი რამ. საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური დღის წესრიგის, პოლიტიკური ბრძოლის მსაზღვრელი ჩვენს ქვეყანაში და ეს აზიანებდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, რაც თავის სხვაგვარად იყო გადათარგმნილი და სხვა ინტერპრეტაციით შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მხრიდანაც გაკეთდა ისეთი განცხადებები, რამაც ასე ვთქვათ, დააბრალა საქართველოს ევროკავშირთან დიალოგის შეწყვეტა, რომელიც სინამდვილეში ევროკავშირის მხრიდან იქნა შეჩერებული ჯერ კიდევ ივნისის თვეში. ხო, მაგრამ არ გაუარესა მაინც ის ურთიერთობა, თუნდაც ამ განცხადებამ თქვენ ამბობთ, რომ არ შეგიჩერებიათ, მაგრამ გაუარესდა თუ არა მაინც, ანუ ნეგატიურად დაისახა თუ არა ეს განცხადება პროცესზე. როდესაც მაგიდაზე უკვე იდო დიალოგის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან ამ განცხადებას რაიმე რეალური ეფექტი ქონოდა ევროკავშირ საქართველოს ურთიერთობებზე ნეგატიურ კონტექსტში ეს ფაქტიურად გამორიცხულია. ამ განცხადებით არ მომხდარა არაფერი, რაც გააჩერებდა დიალოგს ევროკავშირთან. ამ განცხადებით გაკეთდა დეკლარირება მარტივი რამის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ბრძოლების იარაღი. რა არ უნდა გამოყენებულიყო ამისთვის. თუმცა მთელი წელია ჩვენ ვხედავთ, ვაკვირდებით იმას, რომ გრძელდება ბრძოლა იმისთვის, ბრძოლა რისთვის გრძელდება? ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები იყოს საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის მსაზღვრელი. ახლა ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, გამოვიტანოთ დასკვნები ამ ყველაფრიდან, რას ემსახურება ეს, რამდენად ეხმარება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ის, როდესაც სწორედ ამ თემით ხდება სპეკულირება, სწორედ ამ თემით ხდება რადიკალური დღის წესრიგის განსაზღვრა. ეს ხო ფაქტია, რომ ხდება განცხადებების გაკეთება ბრიუსელიდან, შემდგომ რაღაც 2-3 დღე სწორედ ამის გარშემო ტრიალებს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში ან გაკეთდება რაღაც განცხადება უბიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ანგარიში, რომელიც თქვენ ახსენეთ ასევე შესავალში ევროკავშირის მხრიდან, ეს ყველაფერი აზიანებს, რა თქმა უნდა, საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად მოქმედებს ამ პროცესზე, თუმცა ამ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვერ დავაკისრებთ საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც საუბრობთ დიალოგზე ევროკავშირთან. როდესაც ევროკავშირის მხრიდან გესმის, რომ ჩვენ გვესმის ხო ესეთი განცხადებები ბიუროკრატიის მხრიდან, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს ევროპულ ასპირაციას, საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირში, ჩვენ გვინდა საქართველო ვიხილოთ ევროკავშირში და მეორეს მხრივ იგივე ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ესაუბროს. ხო, ეს ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია. ერთის მხრივ შენ ამბობ, რომ გინდა იხილო საქართველოს მოსახლეობა და საქართველო ევროკავშირში და მეორეს მხრივ იგივე აი ამ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან წყვეტ დიალოგს. სანამ დიალოგზე ვისაუბრებთ, აი მინდა კითხოთ, მაინც ამ ერთი წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის მიზნები და პრიორიტეტები მაშინ როგორ სრულდებოდა, ხელი შეუშალა თუ არა ამ მიზნების შესრულებამ, თუმცა ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა, ამიტომ რომ საქართველოს კონსტიტუციის დონეზე არის გაცხადებული ევროსტრუქტურებში გაწევრიანება და რეალურად ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა ანგარიში თუ რეზოლუციაში წერია ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დააშორა ამ პროცესს და ამ კურსს ქვეყანა.
ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოზე. ხო, ეს არის ორმხრივი პროცესი. ერთის მხრივ ჩვენი ვალდებულება საქართველოს მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის, ანუ საქართველოს იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც თავსებადი იქნება იმ სივრცისთვის, რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს შესაბამისი რეფორმების გატარებასაც, რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს შესაბამისი სტანდარტების დანერგვასაც და ჩვენი ქვეყნის ისეთ ქვეყნად ქცევას, რომელიც მსგავსი იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ხო, გაუძლებს იმ კონკურენციას, რომელიც არსებობს ევროკავშირში. იქნება ისეთი დონის ქვეყანა. ამას სჭირდება რა? პირველ რიგში ამას სჭირდება ეკონომიკურად ქვეყნის მომზადება, ეკონომიკური განვითარება, ჩვენი ეკონომიკის გაზრდა ჭირდება და სწორედ ამას აკეთებს დღეს საქართველოს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველანაირი სტანდარტი წინ წაწიოს. ახლა ევროკავშირი რა არის? ევროკავშირი არის იმ ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც დღეს მსოფლიოში მოწინავე ქვეყნები არიან, როდესაც ჩვენ საუბრობთ ეკონომიკაზე, სოციალურ პირობებზე, ადამიანის ცხოვრების შესაძლებლობებზე და იმ გარემოზე, რა გარემოშიდაც ადამიანები ცხოვრობენ. ამიტომ არის ხომ იმზიდველი ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროკავშირი, რომ ეს არის დღეს თანამედროვე მსოფლიოში საუკეთესოდ მოწყობილი ადგილი ადამიანებისთვის საცხოვრებლად, სამუშაოდ, გასავითარებლად. ასეთი გვინდა რომ იყოს და ამისთვის გჭირდება ეკონომიკური განვითარება, ამისთვის გჭირდება შექმნა უკეთესი სოციალური პირობები და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიხვალ სტაბილურობამდე და სტაბილურ შესაძლებლობამდე. მოლაპარაკებები ცხობ საჭიროა და თუ აღარავინ აღარ ესაუბრება ხელისუფლებას, მაშინ როგორ უნდა მივიდეთ აი ამ 2000 თქვა ხო, ამაზე ვსაუბრობთ, ხო, ეს არის ორმხრივი პროცესი. ერთის მხრივ ეს რაც ვისაუბრე, რაზედაც ვისაუბრე, ეს არის ის რაც უნდა გააკეთოს ქვეყანა, მოემზადოს ევროკავშირში წევრობისთვის, მაგრამ მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნება ევროკავშირის მხარეს, რომ ის მზადარი მიიღოს ახალი წევრი სახელმწიფოები ევროკავშირში. ახლა ჩვენ თუ დავიჯერებთ, რომ ევროკავშირს სურს ნამდვილად გაფართოება, რა თქმა უნდა, ეს უნდა დაამტკიცოს გაფართოების პოლიტიკის რეალობად ქცევით. ხო, ჩვენ ძალიან ბევრი წელია ვაკვირდებით განცხადებებს თუნდაც ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაში პროცესს, რომელიც უსაშველოდ გაწელილია, რომელიც რეალობად არ იქცა. თუმცა ერთი რაც შეიძლება ვთქვათ, ბოლო წლებში, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია ეს თემა, განსაკუთრებით აქტუალურია გაფართოების საკითხი. ის თუ 2020 წლამდე ეს ფაქტიურად ჩაკეტილი თემა იყო ევროკავშირისთვის და ვერც ახსენებდი ევროკავშირის გაფართოებას, დღეს ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება რეალობად ქცევა. ეს ყველაფერი დღეს და ხვალ რეალობად როგორც ჩანს არ იქცევა. ნახოთ, არის ხო საუბრები, თქვათ, მონტენეგროსთან დაკავშირებით, იყო საუბრები ალბანეთთან დაკავშირებით, რომ ისინი შევლენ ევროკავშირში. თუმცა არიან ქვეყნები და არიან იმ მიმდინარეობის, ასე ვთქვათ, მომხრეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინა როგორც ყველაზე დაზარალებული ქვეყანა ის უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც პირველი შევა გაფართოების ტალღით ევროკავშირში. ეს ყველაფერი ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან სერიოზული ემოციური კომპონენტი, ემოციური ფონი, რაც უკავშირდება ომს უკრაინაში. რა თქმა უნდა, როდესაც ომი დასრულდება და როდესაც რეალურად იქნება ევროკავშირის გაფართოებაზე რეალური საუბარი, აქ ბევრი სხვა ფაქტორი შემოვა დღის წესრიგში და ჩვენ ამისთვის აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად და ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, მაშინ როდესაც თუ კი ეს მოხდება 2030 წელი ყველაზე ხშირად გაჟღერებული თარიღია ევროკავშირის გაფართოების შემდგომი ტალღისთვის, ასე ვთქვათ. როდესაც 2030 წელი მოვა, საქართველოს იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირის წევრობისთვის. თქვენ თუ პოლიტიკურ დიალოგს გულისხმობთ და პოლიტიკური დიალოგი, რა თქმა უნდა, ამ პროცესისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს გაწელილი გრძელი პოლიტიკური დიალოგების და ბევრად უფრო შემჭიდროვებულ ვადებში ამ პოლიტიკური დიალოგის დასრულების, ევროკავშირში გაწევრიანების ძალიან, ასე ვთქვათ, მოკლე ხანში მაგალითები და ევროკავშირში გაწევრიანების დაუსრულებელი პროცესი, რომელიც მიდის დღეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. მართველი გუნდის ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ აი ამ გაუარესებული და პრაქტიკულად შეჩერებული ურთიერთობის, ვთქვათ, თავიდან დაწყების შესაძლებლობა და რაღაცნაირად გადატვირთვის ხელახლა აღდგენის
ამ შემთხვევაში საფუძვლად იქცა 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელმა გააუქმა. საგარეო უწყებამ, როდესაც გავრცელა განცხადება, იქ მითითებული იყო, რომ გაუმართლებელი საბაბით გადაიდო ეს შეხვედრა. რა იგულისხმება ამ გაუმართლებელ საბაბში, იმიტომ რომ მკაფიო პასუხი კონკრეტულად რატომ ჩაიშალა ეს შეხვედრა ჩვენ ამ დრომდე არ მოგვისმენია. ცალსახად ეს იყო დელეგაციის შემადგენლობა? მოდით ახლა ვთქვათ, ჯერ რა იყო ეს შეხვედრა და რატომ ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგი. ეს იყო ერთგვარი კეთილი ნება ქართული მხრიდან, მზაობის გაცხადება, რომ ქართული მხარე მზად არის, ყოველთვის ვაცხადებდით ამას, მაგრამ საქმით გაცხადება უკვე. მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, მზად არის იმისთვის, რომ ყველაზე რთულ საკითხებზე, ყველაზე ასე ვთქვათ, ისეთ საკითხებზე, რომელზედაც ყველაზე მეტად წუხს და ხშირად წუხს ევროკავშირი, ჩვენ მათ ვესაუბროთ. ეს არ იყო იდეალური დასაწყისი, ვთქვათ, რომელიც შეიძლება ქართულ მხარეს დომოდა ევროკავშირთან სასაუბრო. ჩვენ შეგვეძლო გვესაბჭერთ, ჩვენ არ შეგვიტყოდი არანაირი დიალოგი და ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, მაგრამ დღეს ევროკავშირსაც ძალიან ჭირდება ტრანსპორტის თემებზე, დაკავშირებადობაზე ჩვენთან საუბარი. ჩვენ უამრავი ფორმატი გვაქვს, სადაც ამ თემებზე ვსაუბრობთ ევროკავშირთან. შეიძლება და ასე გაგვეგრძელებინა და ასე გაგვეახლებინა ჩვენ დიალოგი ევროკავშირთან, თუმცა გარკვეულწილად ქართული მხრიდან გამოიხატა ეს მზაობა და ევროკავშირის გაეგზავნა ეს გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ყველაზე რთულ საკითხებზე, თუ კი ეს წაადგება, რა თქმა უნდა, თუ კი ეს წაადგება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზებას. ეს მათი მხრიდან არის, ასე ვთქვათ, მუდმივად წუხილის საგანი და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მზაობა იყო, რომ ამ თემაზე ჩვენ გვესაუბრა და ეს დიალოგის თარიღიც დავთქვით, მოსამზადებელი სამუშაოებიც ჩატარდა, შესაბამისი უწყებები ძალიან სერიოზულად ემზადებოდნენ ამ შეხვედრისთვის და რა თქმა უნდა ქართული მხარე კეთილსინდისიერად აკეთებდა ყველაფერს იმისათვის რომ ბრიუსელში ეს შეხვედრა ჩატარებულიყო. თუმცა ცოტა უკან რომ შევხედოთ რა ხდებოდა, მაშინ როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ეს თუ არ ვცდები მაისის თუ ივნისის თვე იყო, როდესაც დავიწყეთ შეთანხმება, როდის შეიძლებოდა ჩატარებულიყო ეს შეხვედრა, ძალიან მალე ამ საუბრის დაწყებიდან ჩვენ ევროპარლამენტში ვიხილეთ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც სრულიად გაუმართლებლად თქვა, დააბრალა ქართულ მხარეს, რომ თითქოს ის უარს აცხადებდა ადამიანის უფლებათა დიალოგის ჩატარებაზე. და შემდგომაც ამ პროცესში არაერთხელ გამოჩნდა ესეთი დამოკიდებულება, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ არ ყოფილა ამ შეხვედრის ჩატარება, ესეთი განზრახვა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა საბოლოო მიზეზად რა დაგისახელეს? იცით რა, აქ საუბარი იყო, მე არ დავმალავ დელეგაციაზე, დელეგაციის შემადგენლობაზე. დელეგაციის შემადგენლობა, ქართული დელეგაციის შემადგენლობას ვერ განსაზღვრავს ვერავინ სხვა, თუ არა ქართული მხარე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პრეროგატივა, საკითხებიდან გამომდინარე, რა საკითხებიც იყო და არის დღის წესრიგში, ევროკავშირის მხრიდან იყო სხვათა შორის მოწოდებული ეს დღის წესრიგი, ჩვენ არ შეგვიდგენია, იმ საკითხებზე შესაბამისი უწყებების პასუხისმგებელი პირები განისაზღვრა და ბუნებრივია დელეგაცია შედგა სწორედ იმ დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომელიც დღის წესრიგიც მოწოდებული იქნა ევროკავშირის მხრიდან, ბრიუსელიდან და არა ჩვენი შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით. შესაბამისად, რაიმე მინიშნებები დელეგაციის არასწორად შედგენაზე, დელეგაციის არასწორად დაკომპლექტებაზე, ეს არის უსაფუძვლო და სრულიად მიუღებელი ქართული მხარისთვის. ეხლა რაც შეეხება სანქციების თემას, აქ თითქოს გაჟღერდა, რომ დელეგაციაში იყო სანქცირებული პირი. არ არის არც ერთი საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის მხრიდან სანქცირებული. ხო, მაგრამ ნახეთ, ალექსანდრა დარახოილიძეს დაწესებული აქვს ეკონომიკური სახის შეზღუდვები. არავითარი ევროკავშირი, ჩვენ აქვს საუბროთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგზე. რამდენიმე ქვეყანას აქვს უბრალოდ. რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, იმიტომ არის სანქციების პოლიტიკა ერთსულოვანი, იმიტომ ჭირდება ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა, რომ ეს უნდა იყოს, ეს უნდა
ამოძრავებდეს ბრიუსელს თავის გადაწყვეტილებებში. ბრიუსელი უნდა ეყრდნობოდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას. თქვენ ხო ხედავთ სხვადასხვა საკითხებზე. თუ ჩვენ ხო არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველა გადაწყვეტილება ყველა ქვეყანას მოწონს, რასაც ევროკავშირი მიიღებს, მაგრამ როდესაც ერთსულოვნად მიიღება გადაწყვეტილებები, ის შესაბამისად უნდა აღასრულონ ან აღსრულდება წევრი ქვეყნების მხრიდან და ასეთი გადაწყვეტილება არ ქონია, ასეთი კარნახი, ასე ვთქვათ, არ ყოფილა ევროკავშირის მხრიდან, რომ ბრიუსელს და საგარეო ქმედებათა სამსახურს ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო. მეტიც, უფრო მეტიც, ჩვენ ამ პერიოდში ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გქონდა წევრ ქვეყნებთან, ბრიუსელშიც და დედაქალაქებშიც. უმეტესწილად ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქები საუბრობენ საქართველოსთან დიალოგის საჭიროებაზე. ისინი ელოდნენ ამ დიალოგის ჩატარებას. ყველას რო განწყობები იწვება ნელ-ნელა და საქართველოს ასიკეთოთ რომელ ქვეყნებში? ბევრგან, ეხა არ დავიწყებ აქ ქვეყნების ჩამსვლას, ძალიან ბევრგან უმეტესად, მოდით ასე ვიტყვი, უმეტესწილად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არის განწყობა, რომელიც არის დიალოგისკენ მიმართული, რომ საქართველოსთან უნდა იყოს დიალოგი. ასეთი განწყობები არის უმეტეს წევრ ქვეყნებში. რასაც ვერ ვიტყვი, შემიძლია თამამად თქვა ბალტიის პირეთის ქვეყნები, რომლებიც წინააღმდეგი არიან საქართველოსთან დიალოგის აღდგენის. ქვეყნებს გერმანია, საფრანგეთის მხრიდან ძალიან ცხადად არის მინიშნებები, ჩვენ ეს უმაღლეს დონეზე გქონდა მინიშნება, რომ ეს დიალოგი უნდა აღდგეს საქართველოსთან და დიალოგი უნდა მიმდინარეობდეს და თუ დააკვირდებით თქვენ ამ დინამიკას, მას შემდეგ რაც ელჩი შეიცვალა საქართველოში, ძალიან ბევრი ღონისძიება თუ შეხვედრა ტარდება, რაც გულისხმობს იმას და არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები არ იყოს შეზღუდული კაია კალასის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აი იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც მიმართულია საქართველოსთან დიალოგის წინააღმდეგ. თქვენ მოგთხოვეს, რომ დარახველიძე ამოღებული ყოფილიყო დელეგაციიდან, ანუ ყოველ შემთხვევაში ცდილობდნენ თუ არა ისინი, რომ შეხვედრა მაინც შენარჩუნებულიყო და თქვა დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილება. არა, ამაზე ასეთი მოთხოვნები ვერ იქნებოდა. შეიძლება მინიშნებები იყო დელეგაციასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი კონკრეტული მოთხოვნა ბუნებრივია ვერ იქნებოდა და არც უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ მარტივი მიზეზის გამო ევროკავშირის მხრიდან სანქცია დაწესებული არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ არის და ბუნებრივია ეს ვერ იქნებოდა. იყო ესეთი, სხვა შორის საინტერესოა ესეც. ჩვენ მოგვივიდა გზავნილი, რომ ეს შეხვედრა უნდა გადადებულიყო ძალიან რამდენიმე დღით ადრე, თუმცა დრო იყო კიდევ თუნდაც გარკვეულ საკითხებზე, თუ კი პრობლემატური იყო, მომხდარიყო შეჯერება, თუმცა ინფორმაცია, რომელიც საგარეო ქმედებათა სამსახურიდან გასაჯაროვდა და გამოვიდა მედიაში, იყო სხვაგვარი ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე. ასე რომ ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ევროკავშირის მხარეს ამ შემთხვევაში ევროკავშირის მხარე საგარეო ქმედებათა სამსახურის მოქმედებდა არ ქონდა ევროკავშირის მხარეს ესეთი გულწრფელი სურვილი ამ შეხვედრის ჩატარების. თუმცა მეორეს მხრივ ეს არც დასასრულია, არც აქ სრულდება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები. ბუნებრივია უფრო მეტი წევრი, რაც უფრო მეტი ქვეყანა და მეტი წევრი სახელმწიფო გააცნობიერებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პოლიტიკის არასწორ მიმართულებას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მით უფრო ცხადი გახდება ის, რომ საქართველოსთან დიალოგი არის გარდაუვალი და საქართველოსა და ევროკავშირის შორის ნამდვილად საჭიროა ურთიერთობების ნორმალიზება, იმიტომ რომ ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა, ეს არის გარკვეულწილად რაღაც წყვეთაყვანილი ურთიერთობები კონკრეტული პირების და კონკრეტული აქტორების მხრიდან და ამას ამ შემთხვევაში პირდაპირ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა, როდესაც ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან გესმის მზაობა ურთიერთობებისთვის, გესმის რომ ისინი მზად არიან კონდეთ დიალოგი, მაგრამ მითითება აქვთ პირდაპირ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან, ცხადია საიდანაც მოდის აქ კითხვის ნიშნები, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს და მოველით რომ გარკვეულ გავლენას მოახდენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ამ შეხვედრის, რადგან ამ შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს იყო თქვა ურთიერთობის თავიდან დაწყების შანსი, ეს შესაძლებლობა არის უკვე საბოლოოდ ხელიდან გაშვებული, თუ შეიძლება შეხვედრა ისევ გაიმართოს. შეიძლება თუ არა ქართულმა მხარემ დელეგაცია თუნდაც შეცვალოს, ხო იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ შეხვედრამ რაღაცა გარკვეულწილად ურთიერთობის გადატვირთვის ნიშნები გააჩინოს.
ეს იყო ჩვენი მცდელობა, თუმცა მეორეს მხრივ ამას არაფერი არ უდგას წინ. ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან დიალოგი გააგრძელოს. ევროკავშირის მხრიდან არის ეს გადაწყვეტილება მისაღები და როგორც კი იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, არანაირად არ უშლის ხელს ადამიანის უფლებათა დიალოგის ჩატარება, არ ჩატარება იმას, რომ დიალოგი განახლდეს. შეცვლასაც განიხილვა. დელეგაციის იცით უხერხულიც კი არის ამაზე საუბარი, რომ დელეგაციის შემადგენლობა, ჩემი ქვეყნის დელეგაციის შემადგენლობა შეუთანხმო ვინმე სხვას, როდესაც მოლაპარაკებებზე ხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან. წარმოუდგენელია, ასეთი რამ არასდროს არავის არ გაუკეთებია, მოგწონს, არ მოგწონს, რას ნიშნავს? მოდი ჩემთან მოლაპარაკებებზე ის ადამიანი მოიყვანე, ვინც მე მაწყობს. ესეთი რაღაც არ ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში. წარმოუდგენელი რამ არის და ბუნებრივია ვერ გავხდით დელეგაციის შემადგენლობას ვერსად, ვერც ერთ ქვეყანასთან, ვერც ერთ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებების საგნად. ეს არის საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივა, ეს არის საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაცია და ვისაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროთ, რომ საჭიროა დღის წესრიგის ამა თუ იმ საკითხებზე სასაუბროთ, რა თქმა უნდა, იმით დაკომპლექტდება ყოველთვის საქართველოს დელეგაცია. თქვენ თავად ვეთქვით, რომ საკმაოდ ისეთი რთული თემა იყო, ხომ, შერჩეული ადამიანის უფლებები. ამ თემაზე ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პრეტენზია და კრიტიკა გვესმის ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამიტომ იმ ორ თემას მინდა შევეხო, რომელიც ასევე ძალიან ხშირად ფიგურირებს რეზოლუციებსა თუ ანგარიშებში. თუ ეს შეხვედრა, თქვათ, გაიმართებოდა 21 ნოემბერს ბრიუსელში. ბუნებრივია, რომ ისინი აუცილებლად დასვამდნენ შეკითხვებს იმ კანონზეც, მათ შორის, რომელმაც საკმაოდ დიდი ვნებათა ხელვა გამოიწვია, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც და ევროკომისიის ანგარიშმა ამაში დაგვარწმუნა კიდეც. მე ვგულისხმობ ადმინისტრაციული კოდექსის გამკაცრებას, როდესაც ნიღბების ტარების თუ გზის გადაკეტვის გამო გამკაცრდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ჯარიმები ჩაანაცვლა ადმინისტრაციულმა პატიმრობამ. როგორ აუხსნიდით, როგორ დაარწმუნებდით მათ, რომ თქვათ ეს კანონი მიესადაგება გამოხატვის თავისუფლების უფლებას და ფარგლებს. ძალიან ბევრს გაუკვირდა სხვათა შორის, რომ ამ დრომდე არ გქონდა ჩვენ მსგავსი კანონმდებლობა, როდესაც ხდება გზის გადაკეტვა, როცა ეს საჭირო არ არის მაშინ და სხვათა შორის ბევრს გაუკვირდა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ხო, მაგრამ ინახეთ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ჩაიწერა, რომ ეს კოდექსი ძირს უთხრეს გამოხატვის თავისუფლებას. ევროკომისიის ანგარიში, რომელიც სრულიად ხუჭავს თვალს რეალობაზე, ასე არის აწყობილი საქართველოსთან მიმართებაში, აკეთებს ძალიან ბევრ უსაფუძვლო დასკვნას. ძალიან რთულია აღვიქვათ როგორც გზამკვლევი საქართველოსა და ევროკავშირს ან საქართველოსთვის და ეს რეალურად ეს ანგარიში რომელიც საქართველოსთან მიმართებაში გამოხდდა და არის საქართველოს ანგარიში არის გაფართოების პოლიტიკის ანგარიშის ნაწილი არც საქართველოს ინტერესს ემსახურება არც ევროპის ინტერესს ემსახურება და საერთოდ არ ემსახურება საქართველოს ევროკავშირის ინტერესების გაძლიერებას და ძირს საქართველოს ეს კანონები კი არ უთხრის რამეს ძირს უთხრის ასეთი ანგარიშები ევროკავშირის რეპუტაციას და ევროკავშირის სანდოობას, იმიტომ რომ როდესაც ცხადად თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, ძალიან რთულია მერე დაიჯერო რამე, რაც იქ წერია საქართველოსთან დაკავშირებით და ამ ანგარიში პირდაპირ ითქვა, რომ ჩვენ არ შევაფასებთ რეალურ მდგომარეობას, ჩვენ გავაკეთებთ მხოლოდ რაღაც დასკვნებს, რომელიც არის ჩვენივე, ასე ვთქვათ, ილუზიებზე დაფუძნებული და ხა ასეთ ანგარიშზე როგორ გითხრათ, რომ მაინც და მაინც ეს წერია სწორი დასკვნების საფუძველზე. ანგარიშს მიუბრუნდებით, მაგრამ ნახეთ, აი ამ კანონზე ვთქვათ, როგორ იქნებოდა თქვენი არგუმენტები მათთან თუ ეს შეხვედრა გაიმართებოდა. ეს კანონი არანაირად არ ზღუდავს შეკრების თავისუფლებას. ყველა ქვეყანას აქვს კანონები იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რა მოცემულობაც არის ქვეყანაში. ჩვენ ხო ხედავთ ხა რომ ერთი წელიწადია ვაკვირდებით, სულ რამოდენიმე ადამიანი, 10, ხანდახან 20, 30, რა მნიშვნელობა აქვს 100 კაცი შეიძლება თავისუფლად დაეტიოს ისეთ ადგილას, რომ სხვა ადამიანებს არ შეუქმნას გადაადგილების პრობლემა, არ გახადოს
პრობლემას, საკუთარი გამოხატვის უფლება არ გახადოს პრობლემად სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ, მუშაობენ და აქვთ საკუთარი მოსაზრებები და არ იზიარებენ იმ მოსაზრებებს, რომელ მოსაზრებებსაც ის ადამიანები გამოხატავენ, რომლებიც თავისუფლად სხვათა შორის იკრიბებიან ყოველ დღე საქართველოში და თავისუფლად აკეთებენ ამ ყველაფერს და ამ კანონს არ შეუზღუდია არც შეკრების და არც მათი გამოხატვის თავისუფლება. ერთადერთი რასაც ეს კანონები აკეთებს, ის არის რომ აწესრიგებს გარკვეულ ურთიერთობებს იმისათვის, რომ სხვა ადამიანებს და ბევრად უფრო მეტ ადამიანს, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს, ამ გამოხატვის უფლებამ არ შეუზღუდოს მათი უფლებები. კიდევ ერთი თემა, რის გამოც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუდმივად საყვედურობენ ხელისუფლებას, არის თქვათ რეპრესიებად ფასდება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ქმედებები, მედიის თავისუფლება, ანუ ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს და ერთ-ერთი არის სამართალდამცავების ამ დრომდე დაუსჯელობა, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს, თქვათ, რომლებაც გადაამეტეს თავისუფლებამოსილებას, იქ იყო ცალკეული გადაცდომები, იქ იყო ძალადობრივი შემთხვევები, თუმცა ამ დრომდე სამართლებრივი რეაგირება ამ ფაქტებს ამარყოლია. დიდი ალბათობით დაისმებოდა ალბათ შეკითხვები ამ საკითხსაც ქართულ მხარეს რა პასუხი ჰქონდა მომზადებული. ნახეთ, სწორედ თუ კი ეს საინტერესო თემები იყო ევროკავშირის მხარისთვის, თუ კი ეს ყველაფერი მათ აინტერესებდათ, ეს დიალოგით შედგებოდა, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, მე მაქვს ესეთი აღქმა, რომ არის გარკვეული შიშები ქართულ მხარესთან საუბრის რეალურად და იმ რეალობის რეალური ინფორმაციის მიღების. ჩვენ არასდროს შეგვშინებია მიგვეწოდებინა რეალური ინფორმაცია, მაგრამ მაშინ, როდესაც მე მეუბნებოდნენ, რომ იცით რა, საერთოდ არ გვინახავს ძალადობრივი აქცია, არ გვინახავს შეტევა პარლამენტის შენობაზე, ჩვენ არ გვინახავს შეტევა, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის სასახლეზე, არ გვინახავს შეტევა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. როდესაც ასეთია პოზიცია, ხა რაზე ვსაუბრობთ, არის იქ რეალურად ინტერესი, რომ რეალური სურათი დაინახოს ვინმემ. ესეც კარგი გზავნილი იქნებოდა ჩვენთვის რეალურად არსებობს, თუ არ არსებობს ევროკავშირის მხარეს სურვილი და ინტერესი იმისა, რომ თუ კი ასე ვთქვათ, წუხილები არის მათი მხრიდან საქართველოში გარკვეულ ურთიერთობებთან თუ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ მიეღოთ ინფორმაცია იმ ადამიანებისგან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამა თუ იმ ურთიერთობებზე ჩვენს ქვეყანაში და მიმართულებებზე ჩვენს ქვეყანაში. თუმცა რეალურად ასეთი მზაობის დასტური ჩვენ ვერ ვნახეთ, ეს იქნებოდა ნამდვილად ეს შეხვედრა, თუმცა ასეთი ვერ ვნახეთ. მაგრამ გვესმის მუდმივად ასე იყო კანონებთან დაკავშირებითაც, ხომ გახსოვთ, უბრალოდ შეიკერა რუსული კანონი, ეს რაღაც აქციები, მოხდა ბრენდირება კანონის, რომ ეს არის რუსული კანონი, მოვისმინეთ ძალიან ბევრი წუხილი კანონებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენ ვართ ღია იმისათვის, რომ ვისაუბროთ ყველასთან, ვისაც აქვს ეს წუხილები, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მაგრამ არავინ, ასე ვთქვათ, ამ გაწვდილ ხელსთან ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, როდესაც იყო ჩამოსული ზუსტად ამ თემის გაგრძელება, თქვა რომ კი აი დიალოგი დავიწყოთ და დათანხმდა საქართველოს ხელისუფლება შარშან დეკემბერში, როდესაც ძალიან მწვავე პოლიტიკური სიტუაცია იყო ქვეყანაში და გადაწყდა რომ მაშინ ჯერ ისევ ძალაში იყო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი და დაიგეგმა რომ იქ შეიქმნებოდა გარკვეული საბჭოები, კომისიები და დიალოგის ფორმატში გაიძლა, მაგრამ შემდეგ თვითონ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა თქვა რომ მისთვის უცნობი მიზეზით გაჩერდა ეს დიალოგი და მიზეზი მისთვის არც უცნობებია და შემდეგ გავიგეთ რომ ეს კანონი საერთოდ უკან გაიწვია ხელისუფლებამ და უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტი მიიღო შემდგომ პარლამენტმა. ანუ აი ეს რამდენად ჩდება დიალოგის. იცით რა, ნახეთ, აქ საქართველოს ხელისუფლება არაფერ შუაში არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ იმ კანონებს, რომელიც სჭირდება ჩვენ ქვეყანაში სტაბილურობას, რომელიც სჭირდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას საქართველოში და ჩვენი მოქალაქეების სტაბილურ გარემოში ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის
ეკონომიკურ განვითარებას. ასეთ კანონებს ნამდვილად მივიღებთ, მაგრამ რაც შეეხება დიალოგს, დიალოგს თავისი მიზეზები ჰქონდა. რეალურად ინტერესი ამ კანონებთან დაკავშირებით არავისაც არ ჰქონდა. მაშინ უკვე აქტუალური სხვა საკითხები იყო, როდესაც ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა და ჩვენ ვესაუბრებოდით იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან იყო მზაობა, რომ თუ კი სამუშაო ჯგუფი იყო საჭირო, რომ შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, სადაც ვიმუშავებდით, მიეთითებინათ თუ კონკრეტულად რომელი მუხლი თუ რომელი ნორმა ზღუდავდა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას საქართველოში. ხო, ასე შეფასდა ეს კანონი, იყო რუსული კანონი, რეპრესიული კანონი და სამოქალაქო საზოგადოება დაიხურა. იმიტომ რომ რეალური ინტერესი არ არსებობდა ამ კანონებთან დაკავშირებით. ეს კანონებიც ხო მიზეზი იყო ამ ქვეყანაში, რომ არეულობა ყოფილიყო და რევოლუციური სცენარები განვითარებულიყო, რადიკალური დღის წესრიგი შეიქმნა. ეს იყო კანონის ბრენდირება რუსულ კანონად, რას ისახავდა მიზნად? მართლა შინაარსობრივ განხილვას? იქ არ იყო ეს მიზანი. მიზანი იყო, რომ გამოეწვიათ საზოგადოების აღშფოთება რაღაც არარსებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით და მიგვეღო ჩვენ ისეთი პროცესი საქართველოში, რომელიც საბოლოო ჯამში რაღაც ყველა ნებისმიერი მეთოდით მივიღებდით ხელისუფლების ცვლილებას. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მხრიდან კი იყო ეს ინტერესი, რა თქმა უნდა, რომ გარკვეულწილად დაგხმარებოდა ამ პროცესიდან გამოსვლაში, როდესაც გარკვეული აქტორების მხრიდან ასეთი წნეხის ქვეშ იყო საქართველო. მე მის პირად ინტერესებს და მის მცდელობებს ნამდვილად არ ვაყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არაერთხელ შევხვედრილ ვართ ჩვენ და გვისაუბრია მართლაც გულწრფელად დაინტერესებულა საქართველოში მიმდინარე პროცესებით. თუმცა არიან ქვეყნები, მათ შორის ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები, რომელთაც ეს საერთოდ არ აინტერესებდათ. მათთვის სხვა დღის წესრიგი იყო აქტუალური საქართველოში, ეს გახდათ უკვე პერიოდი პოსტ-არჩევნების პერიოდი, მაშინ როდესაც საუბარი იყო ლეგიტიმაცია არ ლეგიტიმაციაზე და ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რეზოლუციებს იღებდნენ, რომ საქართველოში არჩევნები არ ეცნოთ ლეგიტიმურად, მათ გადაწყვიტეს, რომ თურმე საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის მიერ გაკეთებული არჩევანი არ ითვლება. ეს არ არის რაღაც აკლია, ლეგიტიმაცია აკლია და მათი გადაწყვეტილებით ეს უკვე სხვა დღის წესრიგი იყო საქართველოში და სხვა მოცემულობა, როდესაც ვის უნდა ველაპარაკოთ, გაჩნდა საკითხი, ხო? ანუ მათთვის ეს იყო თავარი, ასე ვთქვათ, მიზანი, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია დაეყენებინათ კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც არ გამოუვიდათ საბოლოო ჯამში, ეს მიზანიც მიუღწეველი დარჩათ და შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი წელი ნამდვილად რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, თუმცა მეორეს მხრივ ის მიზანი, რა მიზანიც ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის მიმართ არა კეთილად განწყობილ ძალებს ვერ იქნა მიღწეული. ვერც არჩევნების დელეგიტიმაცია მოახდინეს და ვერც, ასე ვთქვათ, საქართველოს განვითარების შეჩერება და სტაბილურობის დარღვევა. ბოლო ერთი წლის მოვლენებმა ასევე გარკვეულწილად გაზარდა ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო გადახედვის, ან კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების მიმართ შესაძლო გადახედვის საფრთხე. მით უმეტეს, რომ არაერთხელ უთქვამთ იგივე ევროკავშირის ლიდერებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით საპასუხო რეაგირების თვალსაზრისით დევს რამდენიმე ვარიანტი მაგიდასთან და ჯერ კონსენსუსი არ არსებობს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე. ანუ რეალურად შეიძლება თუ არა თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ საფუძვლებში, იმ გაფართოებულ საფუძვლებში, რომლებიც შესაძლოა გახდეს უვიზო რეჟიმის შეჩერების მიზეზი, ჩაწერილია მაგალითად ის, რომ გაუარესებული ურთიერთობა კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებასთან და მითითებულია მიზეზი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ასევე ერთ-ერთ მიზეზად ჩაწერილი არის ის, რომ შეიძლება ვთქვათ ერთ-ერთი მის საფუძველი გახდეს ვთქვათ კონკრეტული ხელისუფლების ვთქვათ ქმედებები, რიტორიკაც არის იქ ნახსენები, ანტიდასავლური რიტორიკა. ანუ შეიძლება ითქვას თუ არა, რომ აი ასეთმა ჩანაწერებმა გაზარდა საფრთხე და შეიძლება რეალურად ეს 2017 წლის ისტორიულ გადაწყვეტილებას დაემუქროს საფრთხე და საქართველოს მიმართ გამოიყენონ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებული მექანიზმი ბრიუსელში. ნახეთ, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ და სწორედ ეს იყო არსი ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადების, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული თემები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ გვინდა იყოს.
მაგრამ მეორეს მხრივ მთელი ერთი წელია ზუსტად ამას ვხედავთ და ვიზა ლიბერალიზაციაც ამის ნაწილია. ეს არის მექანიზმი შანტაჟისთვის, ეს არის მექანიზმი რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის საქართველოში. სხვა მიზანი ამას არ აქვს, ხო? რატომ უნდა დასაჯოს საქართველოს რატომ უნდა გაუქმო საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა? რატომ თუ ასე წუხს ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, მაშინ შეგვეძლოთ ჩაგვეტარებინა ადამიანის უფლებათა დიალოგი, რომელიც შეიქმნა მაშინ, როცა შეიქმნა იმისთვის, რომ სწორედ ასეთ საკითხებზე ყოფილიყო საქართველოსთან საუბარი და მაშინ მოგვესმინა მათი პოზიციები და მოესმინათ ჩვენი პოზიციები, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ყოველგვარი დიალოგის გარეშე სპეკულირება ასე თუ კი მოხდება, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეების დასჯას გადაიფიქრებს ევროკავშირი, თუმცა ძალიან რთულია დღეს არსებული ბიუროკრატიის პირობებში რაიმე გადაწყვეტილების რაციონალურობაზე დავდოთ თავი, მაშინ როდესაც ვხედავთ ძალიან ბევრ ირაციონალურ გადაწყვეტილებას, რაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან მოდის. ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამაზე ბევრი საუბრობს დღეს. ძალიან ბევრი იწერება კიდეც, ძალიან ბევრი გვესმის, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობა არ არის საკმარისად კარგი და არ არის მიმართული სწორედ ევროპის ინტერესების დასაცავად. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება მიზნობრივი სავიზო შეზღუდვები, მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. აი ასეთი ვარიანტის ამოქმედებას ელოდებით? არ ვიცით, ვნახოთ, ჩვენ რაც ქონდა ევროკავშირს ხელში, მიზნობრივ ჯგუფებს თუ შევხედავთ, იყო დიპლომატიური პასპორტების ფლობელებისთვის, ამოქმედებულია ასეთი რეჟიმი, ჩვენ ვიზისთვის მიმართავთ ევროკავშირის შესაბამისი ქვეყნის საელჩოებს და როდესაც კონკრეტული შეხვედრებისთვის მივემგზავრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ იმ ქვეყნის ვიზას და ამაში დიდ პრობლემას არ უქმნის საქართველოს მოსახლეობას და არ მგონია, რომ ეს იყოს ის რა მიზანითაც კეთდება მსგავსი შანტაჟის, ასე ვთქვათ, განცხადებები. ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ის, რაც იმ მიზანს ემსახურება, რაც რეალურად იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც ასე მონდომებით საუბრობენ ხოლმე უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე. ჩვენ ძირითადად ეს გვესმის აქ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებისგან, ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიდან, რომლებიც ესენი არიან სატელიტები, ხო, რაღაც კოორდინირებულად მოქმედებენ და თან გვესმის ხოლმე გულზე მჯიღის ცემით, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეუჩეროთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში. არა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ქონოდა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ ეს ამ რეჟიმით ისარგებლოს. აქ უამრავი ნაბიჯი გადაიდგა ამ წლების განმავლობაში. იმაზე ამ ნაბიჯებზე ჩვენ ყოველდღიურად ხო არ ვსაუბრობთ, უამრავი რამ გაკეთდა. იქნებოდა ეს რეადმისიის შეთანხმებები, იქნებოდა საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერება, პოლიციის ატაშეები. ჩვენ ეს ყველაფერი, ეს ჩვენი ნაბიჯები იყო. იქ საზღვრის კონტროლის შემოღება, მაშინ როდესაც ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირის მხარესთან ერთად კონტროლის განხორციელება, როდესაც მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობენ. იცით რა, ბევრი ნაბიჯი გადადგა საქართველოს იმისათვის, რომ უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო მოთხოვნები ყოფილიყო დაკმაყოფილებული და ჩვენი მოქალაქეებისთვის არანაირი შეფერხება არ ყოფილიყო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა. მე ვიტყოდი ასე, თუ კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან. დაზიანდება ძალიან საქართველოს, ხომ და მოქალაქეები ეს იქნება კიდევ ერთხელ, ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან, თუ კი ასეთი გადაწყვეტილება იქნება. ხელისუფლების წილი პასუხისმგებლობა. ნახეთ, რა სიტყვა
ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებისგან, ხო? ჩვენ იქ ვნახეთ, რომ ორ კანონზე იყო საუბარი, ხო? როდესაც ჩვენ დამატებითი ანგარიშიც გავაგზავნეთ აგვისტოს თვეში, გახსოვთ, რომ მოითხოვეს საქართველოს წარედგინა ანგარიში. ანგარიში ჩვენ სრული ანგარიში აპრილის თვეში გვაქვს წარდგენილი იმ სავიზო რეჟიმის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. დამატებითი ანგარიში რატომ მოგთხოვეს მაინც და მაინც 31 აგვისტომდე ყოფილიყო ეს ანგარიში წარდგენილი. რომ მაშინ როდესაც 4 ოქტომბერს არჩევნები იყო, ხო, ადგილობრივი დანიშნული საქართველოში. ეს ყველაფერი ისე იყო გაკეთებული, რომ საჭიროების შემთხვევაში თუ კი ჩვენ ან ანგარიშს არ გავაგზავნიდით, ან იმ ანგარიშში რამე იქნებოდა ისეთი, რაც გამოდგებოდა კიდევ შანტაჟის გასაძლიერებლად, ეს ამისთვის ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ ასეთი რამ ვერ მიიღეს, ანგარიში გაიგზავნა დათქმულ დროზე, ანგარიში გაიგზავნა საკმაოდ კარგად მომზადებული და ის ორი საკითხი, რომელიც ითქვა არაერთხელ და შეეხებოდა კანონებს, ძალიან გარკვევით დაიწერა ამავე ანგარიში, რომ კანონები მიღებულია საქართველოს ლეგიტიმური პარლამენტის მიერ, რომელსაც აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ საქართველოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისი კანონები მიიღოს. ევროკავშირთან შეუთავსებლად მიიჩნევ. რომელი კანონია ევროკავშირთან შეუთავსებელი, დაგვიჩნდნენ და გვესაუბრონ, რომელ კონკრეტულ ნორმას ეწინააღმდეგება ეს კანონი. მაშინ, როდესაც უცხოურ ჩარევებზე საუბრობს ყველა ევროკავშირის ქვეყანა, ყველა ამბობს, რომ უცხოური ჩარევები არის მათთვის პრობლემა, რატომ შეიძლება ეს იყოს საქართველოში ევროკავშირთან შეუთავსებელი, ეს წარმოუდგენელი რამ არის. ყველა საუბრობს ამაზე, გამუდმებით არის ამაზე საუბარი და თუ დროზე მიხედავენ ამ საკითხს ევროკავშირში და დროზე იქნება უცხოური ჩარევების შესახებ შესაბამისი კანონმდებლობა მიღებული, მე დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი უკეთეს პირობებში გააგრძელებს მუშაობას, იმიტომ რომ ეს მართლაც სერიოზული გამოწვევაა ევროკავშირისთვის და თუ დროზე გააცნობიერებენ ევროკავშირის დონეზე, კარგი იქნება. თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეულწილად განწყობები იცვლება და ევროკავშირის უმეტესი ქვეყანა დაინტერესებულია საქართველოსთან დიალოგით, თუმცა გერმანიაზე საფრანგეთი მათ შორის დაასახელეთ, მაგრამ გერმანიაზეც მინდა გითხოთ, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაზე და ჩვენ ვიცით, რომ ელჩთან საკმაოდ გაუარესებული იყო ურთიერთობა, საგარეო უწყებაში დაიბარეთ კიდეც, შემდეგ ის კონსულტაციებისთვის გაიწვიეს გერმანიაში. ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა მოლოდინი, რომ ურთიერთობა აუცილებლად გადაიტვირთებოდა, ამერიკასთან ავლებდნენ პარალელს და ფიქრობდნენ, რომ თქვათ, აი ამ საკონსულტაციო გაწვევის შემდეგ გარკვეულწილად გაჩნდებოდა პოზიტიური იმპულსები. თუმცა დაბრუნების შემდეგ პეტერ ფიშერის გზავნილები და მისი ტონი არის ისევ მკაცრი და თუ თქვათ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს ნახავთ, აი ამ ინტერვიუს ჯერ არ სრულად არ გამოქვეყნებულა, თუმცა გარკვეული ფრაგმენტები უკვე გავრცელდა, საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებს და პირდაპირ მან თქვა ასეთი რამ, რომ დიდი ალბათობით დეკემბერში ევროპული საბჭოს ხდომაზე ევროკავშირის ლიდერები დაადასტურებენ, რომ საქართველოს მიმართულებით გაფართოების ფაილი დახურულია. ასე გვემუქრება ბატონი ელჩი მუდმივად, ასეთი ტონით ესაუბრება ის იმ ქვეყნის საზოგადოებას, რომელ ქვეყანაშიც წარმოადგენს გერმანიას და ეს არის ძალიან სამწუხარო. ზოგადად ელჩის მთავარი მოვალეობა და ფუნქცია არის ის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეუწყოს ხელი და როდესაც რთულდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, პირიქით ელჩის არსიც ეს არის, რომ პოზიტიური როლი შეასრულოს თუნდაც გართულებულ ურთიერთობებში. ეს არის ელჩის ფუნქცია და ჩვენ ხედავთ პირიქით არაჩვეულებრივი ურთიერთობები გაუარესებული მივიღეთ ამ შემთხვევაში. ხო, ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი რამ ხდება და როდესაც ასეთი განწყობით და ასეთი სურვილებით მოქმედებს რომელიმე ქვეყნის ელჩი. სხვა ქვეყანაში ეს არასდროს არ აისახება ქვეყნების ურთიერთობებზე კარგად, არც ერთ შემთხვევაში არ აისახება. რა თქმა უნდა, ეს გერმანიის გადასაწყვეტია, თუ ვინ იქნება მათი ელჩი საქართველოში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. თქვენ ელოდებოდით, რომ შეიძლება სხვა ელჩი გამოეგზავნათ? ჩვენ ამას ჩვენ ვერ განსაზღვრავთ. ეს არის გერმანიის სახელმწიფოს გასასაზღვრი, თუ ვინ უნდა ყავდეს, როდის უნდა ყავდეს და რამდენი ხნით უნდა ყავდეს ამა თუ იმ ქვეყანაში. ჩვენი მხრიდან ეს იყო ჟესტი და არაერთხელ გვითქვამს განცხადება, რომ ჩვენ
არ მოვიმოქმედებთ არაფერს, ჩვენ ხედავთ, რომ გარკვეული ადამიანები არ მოქმედებენ იმ ჩარჩოებში, რაც დარდგენილია საერთაშორისო ნორმებით, მაშინ როდესაც საქმე ეხება ელჩების საქმიანობას ამა თუ იმ ქვეყანაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი არიან ამ ქვეყანაში საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები და ჩვენ ასე ვთქვათ, ვიღებთ მათ. თუმცა მეორეს მხრივ, მათი ასე ვთქვათ, მოვალეობაც არის, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან კონდეთ ურთიერთობა და იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან პირველ რიგში თუ კი რამე ხდება, მასთან კომუნიკაცია, დაბრუნების შემდეგ კონდათ მასთან კავშირი და კომუნიკაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრძანდებოდა ბატონი ელჩი და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მასთან კონდეს საუბარი ნებისმიერ საკითხზე, თუმცა რა თქმა უნდა ის კარგახნის განმავლობაში საერთოდ არც ერთ ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ შეხვედრია ისე საქმიანობდა ამ ქვეყანაში და ეს რა თქმა უნდა არის სამწუხაროდ. ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვითხოვია, თუმცა მას ეს თავად უნდა გააკეთოს ელჩმა, როდესაც ქვეყანაში ხარ წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, შენ გიჩნდებ თუ კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე მუშაობ და შენი სამუშაო დღის წესრიგი არის ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ან გააღრმაო ან რაღაცა სფეროში ურთიერთობები მოაგვარო, რა თქმა უნდა შენ მიდიხარ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ხო, იქნება სხვადასხვა უწყებებში შეიძლება დაგჭირდეს რამე რაღაც ურთიერთობების, ასე ვთქვათ, მოგვარება ან ხელშეწყობა არ აქვს მნიშვნელობა რა ნებისმიერ მიმართულებით ეს და ჩვენ ხედავთ რომ ასეთი რამ არ ხდება და ხედავთ რომ სულ სხვა დღის წესრიგით მოქმედებს კონკრეტული ქვეყნის ელჩი. ნახოთ თქვენთან იყო შეცვლილი დამოკიდებულება? ძალიან დიდ ცვლილებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ დაველოდებით და ვერ გვექნება ამის მოლოდინი, თუმცა ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ მაქსიმალურად კორექტულად იქნება ეს ურთიერთობები დიპლომატიურ ჩარჩოებში და ჩვენც იგივეს მოველით, თუმცა კიდევ ერთხელ გადაჭარბებული მოლოდინები ბუნებრივია ვერ გვექნება სწორედ იმ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან, კიდევ ერთხელ არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია გერმანია და ძალიან ძვირფასია ის 10 წრეულების ურთიერთობები, რომელიც ამ სახელმწიფოსთან აქვს საქართველოს სხვადასხვა სფეროში, ძალიან ძვირფასია ის აშენებული ურთიერთობები და ნამდვილად არ გვემეტება იმისათვის, რომ ერთი ან ორი ადამიანის მოქმედებებით ეს ურთიერთობები ისე დავაზიანოთ, რომ მერე შეუძლებელი იყოს იმის გამოსწორება. ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს, ჩვენი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ მაქსიმალურად კონსტრუქციულად და კორექტულად მუშაობას, თუმცა როდესაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ არასწორ ქმედებებს, რომელიც მიღმა დიპლომატიური სტანდარტების მიღმა და წესების მიღმა, მაშინ რაღაც პოლიტიკური განცხადებებისთვისაც უნდა იყოს მზაობა. ვენის კონვენციის დარღვევა უარყო და თქვა, რომ თუნდაც სასამართლო პროცესებზე ყოფნით და აქციაზე მისვლის, უბრალოდ ინფორმაციას აგროვებდა, რაც მისი თქმით არის ამ შემთხვევაში ვენის კონვენციით დაშვებული ქმედება. ეს იყო მისი განმარტება და აი ახლა სწორედ ამაზე მინდა კითხოთ. ხელისუფლების წვლილი რამდენად არის ხედავთ თუ არა ამ ურთიერთობის გაუარესებაში და რატომ გეკითხებით. იგივე რიტორიკა, რომელიც აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ანუ მართველი გუნდი რასაკეთებს თუნდაც ამ ურთიერთობის, მაგალითად შეიძლება ვთქვათ, ესე უცბად ერთბაშად არ შეიცვალოს პოზიტივისკენ, მაგრამ დათბობისკენ მაინც, თუნდაც რიტორიკის შერბილების კუთხით. რიტორიკა მე ვერ დაგეთანხმებით. ძალიან ძიმე ეპითეტებიც მოგვისმენია ჩვენ თუნდაც ელჩების და საერთაშორისო პარტნიორების მისამართი. როდესაც კონკრეტული აქტორები იწყებენ გახდნენ და ხდებიან ქართული პოლიტიკის ან ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკის ნაწილი და ხდებიან პოლიტიკური პროცესების მონაწილე, მაშინ პოლიტიკური განცხადებებიც ან პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებებიც არ უნდა იყოს გასაკვირი და ასეთი მიუღებელი მათთვის. თუ კი დიპლომატიურ ჩარჩო თქვენ სად გინახავთ, რომ ყველა დიპლომატზე ასეთი განცხადებები არ მოგისმენიათ, ალბათ ვერ იტყვით, ხო, ძალიან ბევრი ელჩი მუშაობს საქართველოში და მუშაობს, აკეთებს თავის საქმეს, გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები, ბუნებრივია ეს ყველაფერი აისახება ქვეყნებს შორის ურთიერთობებს
ურთიერთობებზეც, ხო? ნამდვილად ჩემი სურვილიც არის ასევე საქართველოს ელჩები სწორედ იმ კორექტული დიპლომატიური ჩარჩოების ფარგლებში მოქმედებდნენ იმ ქვეყნებში, რა ქვეყნებშიდაც არიან და მუშაობენ და ვაშენებთ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. ბუნებრივია ელჩის ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია, გაკეთება თუ არა, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს, გავაგრძელებთ ასე, თუმცა არსებობს გარკვეული ლიმიტები, როდესაც ხედავ, რომ ქმედება სრულიად არაკორექტულია, სრულიად გაცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ჩარჩოებს და ეხება პოლიტიკას და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას, ბუნებრივია, მერე პოლიტიკოსების მხრიდანაც ხდება გარკვეული განცხადებების გაკეთება, რეაგირება და ეს არ უნდა შეფასდეს არანაირად რიტორიკათან, თავდასხმად, როგორც უყვართ ხოლმე და ესე აფორმებენ, რომ თითქოს ვიღაცას თავს ესხმის. არავინ არავის არ ესხმის თავს. ეს არის ხოლმე ის პოლიტიკური რეაქცია, რომელიც მოყვება პოლიტიკურ საქმიანობას კონკრეტული დიპლომატების. აი ამბობთ რომ თქვა თქვენ ისევ დიალოგისთვის მზად ხართ, თუმცა აი ძალიან ცალსახად ევროკავშირის ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, როდესაც წარადგინა მარტაკოსმა პირდაპირ თქვა რომ საქართველოს მთავრობამ თქვენ არ მიყავთ ხალხი ევროკავშირისკენ. აი ასეთი გზავნილების და დამოკიდებულების ფონზე, როდესაც პირდაპირ ჩაიწერა იმ ანგარიშიც რომ საქართველოს დაშორდა უკვე ევროინტეგრაციის გზას და კონკრეტული პირობებია დასახელებული, რა შემთხვევაშიც ქვეყანა დაუბრუნდება მათი აზრით ევროინტეგრაციის გზას. თქვენ ამბობთ თავისუფლებ რომ 2028 წლამდე აგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. როგორ სრულდება ეს პროცესი, თუ მოლაპარაკება, კონტაქტები შეჩერებული არის, ვინ აფასებს ამ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული, თქვა რეფორმების, კანონპროექტების მიღების პროცესს? ან ვინ უნდა შეაფასოს, თუ კონტაქტი არის შეჩერებული? ნახეთ, საქართველოს ხელისუფლება არჩეულია ხალხის მიერ. მაშინ, როდესაც აი ზუსტად ასეთ განცხადებებს გულისხმობ, ხო? როდესაც მარტაკოსი ან კაია კალასი ამბობს, რომ ისინი მხარს უჭერენ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის ევროპულ პერსპექტივას და სურთ ეს ქვეყანა ევროკავშირში და მერე ამ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უწუნებენ კურსს ან უწუნებენ ქმედებებს. ხალხმა აირჩია ეს ხელისუფლება. ეს ხალხია, რომლის 85%-ს ეს ქვეყანა ევროკავშირში უნდა რომ ნახოს. მეც მათ შორის ვართ ბევრი ჩვენგანი, ხო? ჩვენ გვინდა ევროკავშირში ვნახოთ ჩვენი ქვეყანა და ამ გზას ქართველი ამომრჩეველი ანდობს ქართულ ოცნებას. ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ლეგიტიმურად წარმოადგენს იმ ქართულ ხალხს, რომელი ხალხის ნახვაც ევროკავშირში სურთ, როგორც გვეუბნებიან. ამიტომ ახლა ეს ხო გრძელი პროცესია, ეს ხო არ არის ერთ დღეში, არც პოლიტიკური განცხადებებით ვერ მოხდება მხოლოდ ხო ევროკავშირში გაწევრიანება, ვერც მარტაკოსის განცხადება გააწევრიანებს საქართველოს ევროკავშირში და ვერც ამ პროცესს ვერ შეაჩერებს, ხო? ჩვენი გასაკეთებელი გვაქვს და თუ კი ეს დიალოგი, თუ კი მათ სურთ, რომ საქართველოს მართლა სურთ, რომ საქართველოს ევროკავშირში იხილონ, ბუნებრივია ისინი უნდა დასხდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან და ესაუბრონ ამაზე საქართველოს ხელისუფლებას. ეხლა რაც შეეხება წინაპირობებს, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უამრავი წინაპირობა არსებობს. ეს არც ერთი კანონის მიღებაა, არც ორი კანონის მიღებაა, არც ერთი სტანდარტის შემოღება და არც ორი სტანდარტის შემოღება. აქ ჩვენ ვხედავთ 20 წლიან პროცესებს ევროკავშირში გაწევრიანებისას, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა და კიდევ მიმდინარეობს, ხო? ეს უზარმაზარი საქმეა გასაკეთებელი და ჩვენ ამას ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის მომზადებაზე, რომ ჩვენ რაც შეგვიძლია, რაც ვიცით, რომ ისედაც გასაკეთებელია და ყველა ვარიანტში უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ რაღაც გარკვეულ დონემდე მივიდეს, რომ ევროკავშირში წევრობაზე ისაუბროს, ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც დიალოგი გაიხსნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე, იქ უამრავი რამ შეიძლება იყოს და მაშინ შეიძლება ვისაუბროთ წინაპირობებზე. და გავაცხადოთ, ჩვენ დახურულ კარს მიღმა არ არის ამაზე სწორი საუბარი. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს პირველ რიგში, თუ რა არის ის წინაპირობები, რა წინაპირობებსაც უყენებს ბრიუსელი ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს და ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტი უნდა იყოს ეს პირობები მისაღებია, არ არის მისაღები და ასე შემდეგ. ჩვენი საზოგადოება ამ ეტაპზე, ამ მოცემულობაში
განმავლობაში ამ გზას და ქვეყნის განვითარების გზას ანდობს ქართულ ოცნებას. შესაბამისად, ყველა სხვა დანარჩენი, ვინც კი გარეთ მოქმედებს, ვალდებული არიან, რომ სწორედ ამ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ესაუბრონ იმ საკითხზე, როდესაც საუბრობთ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას. დიალოგის პროცესთან ერთად ბუნებრივია შემცირებული არის ევროპის ქვეყნებშიც ვიზიტები და ხშირად აპელირებენ თქვენი ოპონენტები, რომ ძირითადად დადიხართ, თქვათ, აზიის ქვეყნებში, არაბულ ქვეყნებში და ევროპულ პარტნიორებთან უკვე, თქვათ, სხვადასხვა სამიტის ფორმატში თუ იქნება მცირედი კომუნიკაცია. ამაზე მუდმივად აპელირებენ ისინი. შესაბამისად, აი ამ ფონზეც, როდესაც ვიზიტები არის შემცირებული, როგორ გესახებათ 2028 წლამდე ევროპელ ლიდერებთან თუნდაც, აი თქვათ, გარკვეული კომუნიკაცია, პოზიციების გაცვლა და მათთან დიალოგი. ჯერ ერთი რომ ქვეყნის საგარეო კურსს ვიზიტები არ განსაზღვრავს და ვიზიტები არ არის ის, რაც განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს. ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი ამ შემთხვევაში განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, იქ ძალიან მკაფიოდ წერია თუ რა არის საქართველოს საგარეო კურსი. და საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ვერ იქნება ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ კურსით შემოფარგლული. საგარეო პოლიტიკა ბევრად უფრო ფართო ცნება, ბევრად უფრო ბევრი რამ არის, ვიდრე მხოლოდ იმ კურსის განხორციელება, რა კურსედაც ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, ხო? ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან მიმზიდველი გეოპოლიტიკური მდებარეობა. ამ მიმზიდველმა გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაჩვენა ჩვენი ისტორიის მანძილზე. მაგრამ დღეს ახლა ამ მოცემულ მომენტში, როდესაც გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება, ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ გეოპოლიტიკური მდებარეობისგან იხეიროს რაღაც და მიიღოს სარგებელი, მიიღოს არა გამოწვევები დამატებული, არამედ სარგებელი მიიღოს, უკეთესად იყოს წარმოჩენილი საერთაშორისო სცენაზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად დაკავშირებადობაზე. ამისთვის ამ 10 წლეულების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული, ხო? საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთს შორის თანამშრომლობა. დღეს ჩვენ ძალიან აქტიურად საუბრობთ ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. აქ ხდება მნიშვნელოვანი პროცესები, მნიშვნელოვანი მოვლენები. დღეს შეცდომა იქნებოდა და დანაშაული იქნებოდა, რომ ჩვენ თვალს ხუჭავდეთ იმაზე, თუ რა ხდება ცენტრალურ აზიაში და ჩვენ რაღაცნაირად თავს ვიკავებდეთ ამ ქვეყნებთან ურთიერთობებში, იმიტომ რომ ჩვენი კურსი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. საერთოდ არ არის დიალოგი და მე ვერ ვიტყოდი, რომ საერთოდ არ არის დიალოგი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასე ნამდვილად ვერ შევაფასებდი ამ მდგომარეობას. დიალოგი უფრო მეტი და ინტენსიური იქნებოდა, რომ არა კაია კალასის შეზღუდვები დაწესებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებზე. მაშინ აი თქვენი აზრით, თქვენ კაია კალასი დაასახელეთ და ახსენეთ რამდენჯერ, აი რა მიზანი აქვს მაშინ კაია კალას? რატომ აძლევს თქვათ, როგორც თქვენ ამბობთ, თქვათ გარკვეულ კონკრეტული მიზანი არის ის, რომ საქართველოსთან დიალოგი არ გახორციელდეს და აი ეს გადაწყვეტილება ჩაშლილი იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დონეზე, რომ ის რაღაცნაირად გამართლდეს ის მიზანი, რა მიზანსაც ემსახურებოდა ამ კონკრეტული აქტორების მხრიდან საქართველოსთან დიალოგის შეჩერება. მიზანი იყო ის, რომ ერთგვარად ლეგიტიმაცია არ მიცემოდა საქართველოს ხელისუფლებას. ხო გარკვეულ თუ გახსოვთ თქვენ რა ამბავი მოყვა ჩემს შეხვედრას ავსტრიის საგარეო ერთი წლის წინ იყო ზუსტად ეს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საოცრება მოყვა საოცარი რამ ჩაიდინეს და საოცარი რეაქციები აჩვენეს ამ კაცის მიმართ როდესაც შეხვედრა გავმართეთ ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ასეთი ამბავი მოყვა ევროკავშირის ელჩთან ხელის ჩამორთმევას წარმოუდგენელი რეაქციები იყო წარმოუდგენელი რეაქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა რატომ იმიტომ რომ ამით თვითონ დასახეს ესე თორე არანაირ ლეგიტიმაციას არ გაძლევს შეხვედრა ლეგიტიმაციას გაძლევს ქართველი ხალხი როდესაც მიდის არჩევნებზე და გაძლევს ხმას მაგრამ თვითონ წარმოიდგინეს ასე რომ შეხვედრებით შეიძლებოდა ეს საერთაშორისო რაღაც მოგონილი ლეგიტიმაცია ქონოდა და ამის პრევენციას აკეთებდნენ დღესაც ამის პრევენციას აკეთებენ მარტო ევროკავშირიდან არ მოდის კრიტიკა და უარყოფითი გზავნილები ნატოს გენერალური მდივანით შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობით გუშინდელ განცხადებას გულისხმობ. რატომ?
ხო ეს საერთოდ გაუგებარი იყო ახლა რატომ ამ თემაზე საუბარი და რა შუაშია საქართველოს ნატოს-თან ურთიერთობებთან დაკავშირებით, ხო? ეს კიდევ ცალკე თემაა და საკმაოდ დიდი თემაა. დღეს ჩვენ ვაკვირდებით ძალიან ბევრ მოვლენას, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს ჩვენი რეგიონის არქიტექტურა, უსაფრთხოების, რომელიც ჩვენს ხელში შეიძლება დღეს ასიარა, ჩვენს ხელში რაც არის, ყველაფერი კეთდება და ყველაფერი გაკეთდა, საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებში არაფერი დაუკლია. საქართველოს არაფერი დაუშავებია კი არა, ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ მომზადებული ყოფილიყო ნატოს წევრობისთვის და გამხდარიყო, დაეხურა, ასე ვთქვათ, ეს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა ამ ქვეყნისთვის. ყველაფერი გავაკეთეთ, მაქსიმუმია გაკეთებული ამისათვის. ერთადერთი რაც ამ პროცესს აკლდა და დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ერთადერთი რაც 2008 წელს აკლდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა რომ არ მიეცა, ეს იყო ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა თუ არ არსებობა, თუ შეიძლება არასაკმარისი ნება, მოდით ასე ვთქვათ, რომ საქართველოს ქონოდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ეს იყო ერთადერთი რაც და ასე გაგრძელდა. ერთადერთი რაც ამ პროცესში ჩვენ გვაკლია, ეს არის ნატოს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებები და ნატოს მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების გამოვლინება. ეხლა ეს გამოვლენილი იქნება თუ არ იქნება, ამაზე ჩვენ სამწუხაროდ ძალიან დიდი გავლენის მოხდენა დღეს არ შეგვიძლია. კიდევ ერთხელ საქართველოს მაქსიმუმი აქვს გაკეთებული იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური ნება საქართველოს სასარგებლოდ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში. ამდენი არავის არ გაუკეთებია, შეიძლება ითქვას, როდესაც კონტრიბუციაზე ვსაუბრობთ, ხო, საქართველოს ბევრად უფრო მეტი კონტრიბუცია გააკეთა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, ვიდრე ჩვენ მივიღეთ, მოდით ასე ვთქვათ. იყო მარკ რუტეს გადაგზავნილი, რომ ევროკავშირის გზაზე უნდა დაბრუნებულიყო საქართველო, ჯერ კიდევ თვეების წინ გააკეთა ასეთი ტიპის განცხადება. საქართველოს ევროკავშირის გზიდან არსად არ გადაუხვევია, საქართველო არის ამ გზაზე და ამ გზას ჭირდება პოლიტიკური ნება ასევე ევროკავშირის მხრიდან. ამ გზას სჭირდება ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ, ამ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვერავის ვერ დავაკისრებთ, ის რაც ჩვენი გასაკეთებელია ჩვენ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამას სჭირდება მეორე მხრიდან. აი სანამ ამერიკაზეც მინდა მოვასწრო კითხვები, თქვენ თქვით ორი კვირის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ევროკავშირმა თავად შეიყვანა ჩიხურ მდგომარეობაში თავი და თავადვე უნდა გამოვიდეს ამ ჩიხიდან, ანუ რა ნაბიჯებს ელოდებით ევროკავშირიდან, მაშინ აი თქვენ შეჩერებული დიალოგი უნდა განახლდეს. ეს არის ის ნაბიჯი, რაც ევროკავშირის ხელშია. ამ დიალოგის შეჩერებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ. რა იყო ამ შეჩერების საფუძველი? საფუძველი იყო პარლამენტმა მიიღო კანონი. ახლა თქვენ რომ მკითხოთ ძალიან ბევრი წევრი ქვეყნის წარმომადგენელს, ისინი გეტყვიან, რომ ამის უფლება რა თქმა უნდა პარლამენტს ჰქონდა. რა თქმა უნდა ჰქონდა პარლამენტს კანონის, აბა ისთვის არის პარლამენტი? პარლამენტი იმისთვის არის, რომ კანონი მიიღოს. იმისთვის არის, რომ ის კანონი მიიღოს, რომელიც იმ ქვეყნის მოცემულობისთვის არის საჭირო. მაგრამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ადრე ხომ ითვალისწინებდა ცალკეულ შემთხვევებში მართლმადიდებლობა? კი, მაშინ როდესაც ეს რეკომენდაციები ახლა შემთხვევაში უარია კომისიის რეკომენდაციების როდესაც ეს სხვა შორის ეს რაღაც ტენდენცია დაიწყო, ვაკვირდებოდით ხო გარკვეული პერიოდიდან, ხო? როდესაც რეკომენდაცია, ჯერ ეს არის რეკომენდაცია. ეს არ არის რაღაც აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნა, ხო? ეს არის რეკომენდაცია. მაგრამ რეკომენდაცია როგორი უნდა იყოს, ხო, როდესაც პოლიტიკურ რეკომენდაციებს და პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე საუბრობს ვენეციის კომისია, პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არის ვენეციის კომისიის საქმე, რომ გადაწყვიტოს. ამას ლეგიტიმური ხელისუფლება გადაწყვეტს პოლიტიკურად მიზანშეწონილი, რომელი კანონის მიღება არის ამ ქვეყანაში, რა კანონი ჭირდება ჩვენ საზოგადოებას და ასე შემდეგ. ხო, სამართლებრივი ექსპერტიზა თუ უნდა გაკეთდეს ნორმებთან დაკავშირებით. ეს უკვე სხვა ამბავია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერასდროს ვერსად ვერ ვიხილეთ ასეთი ექსპერტიზა
ექსპერტიზები, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით, რომ დამსხდარიყავით და გვესაუბრა ამ საკითხებზე, თუმცა მეორე მხრიდან არასდროს არ იყო ამის მზაობა და ესეც მიანიშნებს სწორედ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის სითიდან გამოწოვილი და ნამდვილად აკლია ის საფუძველი ამ ყველაფერს, რაც გვაფიქრებინებდა, რომ მათ აქვთ არგუმენტები იმისათვის, რომ გვესაუბრონ, მათ აქვთ არგუმენტები იმისათვის, რომ გაამართლონ ის პოზიციები, რა პოზიციების ჩვენ გვესმის ძალიან ხშირად საქართველოსთან მიმართებაში. ბრიუსელთან დიალოგის ფონზე შეჩერებული ამ დრომდე ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც სტრატეგიული პარტნიორობა თითქმის 1 წელი გადის, მას შემდეგ რაც გადაიბარა უკვე დონალდ ტრამპმა ადმინისტრაცია და შეუდგა საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას, თუმცა ჯერ დადებითი ნიშნები ამ ურთიერთობის სასიკეთო თქვათ პოზიტიური მიმართულებით განვითარებისკენ ამ ეტაპზე არ ჩანს. თუმცა ხელისუფლებას თავიდან ჰქონდა ოპტიმისტური პროგნოზები. ეს პროგნოზი ისევ რჩება ძალაში. ახალი ელჩი გვყავს უკვე რამდენიმე თვეა, რა შეიცვალა ახალი ელჩის შემდეგ და რამდენად რჩება პერსპექტივა ამ ურთიერთობის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის. მე ასე შევაფასებდი, ვერ ვიტყვი რომ არაფერი არ მომხდარა და არაფერი ხდება ამ ურთიერთობებში. ჩვენ დრამატულად გაუარესებული ურთიერთობები ვიხილეთ გასული 4 წლის განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ყოველდღიურად რეალურად ამერიკასთან ურთიერთობები იყო ჩვენი ცხოვრების დღის წესრიგში, ხო, პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში, ნეგატიურ კონტექსტში, უარყოფით კონტექსტში და ურთიერთობების გაუარესების კონტექსტში, რაც აღარ ხდება. თქვენ ნახეთ, რომ მეგობარი აქტიც, ეგრეთ წოდებული, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა მეგობრობასთან, შეჩერდა და არ იქნა მიღებული. ანუ შეჩერდა, მსვლელობა აღარ მიეცემა, როგორ იქნება მისი ბედი, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? ვიცით, რომ ეს აღარ არის დღის წესრიგში, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს არ სურს, რომ მსგავსი დოკუმენტი იყოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების საფუძველი ან განსაზღვრელი. ჩვენი სურვილები არაერთხელ გვაქვს გაჟღერებული, როდესაც საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჰქონდეს, ოღონდ ჰქონდეს კონკრეტული შინაარსით დატვირთული, რაც რა თქმა უნდა არის ასევე დიალოგის საგანი, თუმცა ჩვენ გვესმის ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ გარკვეულწილად არ არის ჩამოყალიბებული საქართველოსთან, ასე ვთქვათ, პოლიტიკის ჩარჩოები. იმასაც ვხედავთ ასევე, თუ რა საკითხებით არის თეთრი სახლი დღეს გლობალურად დაკავებული, თუ რა პროცესებში არის ჩართული ამერიკის შეერთებული შტატები, რაც ბუნებრივია მოითხოვს ძალიან ბევრ ენერგიას, ძალისხმევას და ძალიან ბევრ დროს იმისათვის, რომ აი ესეთი ცხელი საკითხები, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში, იქნება ეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რომ გარკვეულწილად სამშვიდობო შეთანხმებებამდე მივიდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილეა დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და რა თქმა უნდა ამ პირობებში გარკვეულწილად შესაძლებელია და ჩვენ ხედავთ, რომ საქართველო ესე მაღლა დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ კიდევ ერთხელ თქმულა და გავიმეორებ, რომ გარკვეულწილად სტრატეგიული მოთმინების, ასე ვთქვათ, რეჟიმში ვართ და მოველით, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვა დადგება დღის წესრიგში და ეს გადატვირთვა იქნება პოზიტიური და არა ნეგატიური. ესეთი მოლოდინი ჩვენ გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. კომუნიკაცია მიმდინარეობს ამერიკულ მხარესთან. კომუნიკაციები რა თქმა უნდა არის, ჩვენ ვხედავთ ჩვენს რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად ჩაერთო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დარეგულირებაში. ჩვენ მივესალმებით ნამდვილად იმ დინამიკას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის და მიმართულია ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ. ეს ჩვენს რეგიონს სჭირდება, ჩვენს რეგიონს სჭირდება მშვიდობა, მდგრადი სტაბილურობა, რომ განვითარდეს. რა თქმა უნდა, თუ კი ჩვენი როლი, რეგიონის როლი შუადერებანში იქნება კიდევ უფრო წინ წამოწეული, ეს მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო იქნება ყველასთვის, ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში და რა თქმა უნდა ვაკვირდებით ამ პროცესებს და არა მხოლოდ ვაკვირდებით, ჩვენ მონაწილენიც ვართ ამ პროცესების, ჩვენ არა ძალიან ხშირად გვაქვს კომუნიკაცია როგორც აზერბაიჯანულ, ისე სომხურ მხარეებთან, თურქეთთან აქტიური პოლიტიკური დინამიკა გვაქვს. ეს არის ჩვენი რეგიონი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი
უნდა შეასრულოს შუა დერეფნის განვითარებაში, რაც სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია როგორც დასავლეთისთვის, ასევე აღმოსავლეთისთვის. თქვენ სახსენეთ ის მნიშვნელოვანი პროცესი გლობალური, რომელშიც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები არის მთავარ ფლაგმანი და ასრულებს მთავარ როლს, გულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მომზადებულ ახალ 28 პუნქტიან შეთანხმებას, რომელიც შემცირდა 18 პუნქტამდე. თქვენ საქართველოს ხელისუფლება როგორ უყურებს ამ პროცესს? ანუ რამდენად ქმნის დონალდ ტრამპის ეს ინიციატივა რეალური მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის პერსპექტივას და შესაძლებლობას უკრაინაში. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპის ქვეყნებმა მოამზადეს საკუთარი ალტერნატიული ვარიანტი, რამდენად არის იქ გათვალისწინებული უკრაინის ინტერესები? ხო, ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, ახლა ძალიან ნადრევია დასკვნების გაკეთება, ვინაიდან ის არ არის ჯერ დასრულებული, ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც ყოველ წუთიერად მიმდინარეობს მოლაპარაკებების. ერთი რასაც ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ძალისხმევა, ხო, ძალისხმევა, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგას კონფლიქტის ომის დასასრულებლად და ამას აცხადებს და ომი ცუდია, ომს ცუდი შედეგები მოაქვს, ხო, თუ კი ნაბიჯები გადადგმული იქნება იმისკენ, რომ დასრულდეს ომი, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია. ეხლა როგორი შედეგებით დასრულდება, ვისთვის რა შედეგი ექნება, ამაზე ჩვენ სპეკულაციებს თუ მივყვებით ახლა და რა როგორ იქნება ეს ჯერ კიდევ ნაადრევია, რა იქნება საბოლოო, ასე ვთქვათ, შეთანხმება, რაზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ევროპის როლი, ხა ევროპას ამ დრომდე სამშვიდობო გეგმა არ ქონია, სამშვიდობო გეგმით გამოდიან ახლა და ვხედავთ რაც მაგიდაზე და გარკვეულწილად ჩართულია ევროპული სახელმწიფოებიც ამ ჩაერთვნენ ამ პროცესში, თუმცა ნახოთ, დაველოდოთ ცოტა ნაადრევია ჯერ საბოლოო შედეგებზე საუბარი, ეს პროცესი მიდის, პროცესი თუ კი დასრულდება მშვიდობით, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა ამ შემთხვევაში ნამდვილად გავიზიარებ პრეზიდენტ ტრამპის სურვილებს, რომ კარგი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ეს კონფლიქტი, კარგი იქნებოდა, რომ არ დაწყებულიყო ეს ომი და ასეთი შედეგებით, რა შედეგებითაც დასრულდა ჰუმანიტარული თუ სრულდება ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ჩვენ ეს არ გვენახა, თუმცა წარსულს ვერ შევცვლით, შეგვიძლია მხოლოდ მომავლისთვის ვიმუშავოთ. და საუბრის დასასრულს აუცილებლად ბოლო კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო. ირიბი κρიტიკა გაჟღერდა ევროკავშირის ელჩის მხრიდან ასევე იმ პროცესზე, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჰერჩესკიმ ცოტა ხნის წინ თქვა, ასეთი განცხადება გააკეთა, სამწუხაროდ ბევრი ბრწყინვალე დიპლომატი გაათავისუფლეს ან აიძულეს გადამდგარიყვნე. სავარაუდოდ ის გულისხმობდა, როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს, რომლის შედეგად ვიცით, რომ თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლდა ან სხვა პოზიციაზე გადავიდა. ვიცით ისიც, რომ 28 ნოემბერს პრემიერის ცნობილი განცხადების შემდეგ გავრცელდა პეტიციები, მათ შორის საგარეო უწყების თანამშრომლების, უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც ამ განცხადების მიმართ აფიქსირებდნენ საკუთარ ნეგატიურ დამოკიდებულებას. რა იყო რეალურად ამ რეორგანიზაციის მიზეზი, რატომ ჩატარდა და იყო თუ არა მთავარი მიზეზი სწორედ აი ეს პეტიცია, რომელზეც ხელი მოაწერა თანამშრომელთა ნაწილმა? საგარეო საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო, რომელიც ჩემი სამინისტროში შესვლის დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ეს არის ის საქმე, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი საგარეო უწყების გაჯანსაღებას და მორგებას თანამედროვე, ასე ვთქვათ, სიტუაციაზე. ეს ერთი. მეორე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი პროცესი არ გაუვლია ფაქტიურად, ასეთი კომპლექსური რეორგანიზაცია, კომპლექსურად არ შეგვიხედავს ჩვენ არასდროს, პატარ-პატარა ცვლილებები ყოველთვის ხორციელდებოდა, თუმცა ესეთი კომპლექსური ცვლილებები საგარეო საქმეთა სამინისტროში არ განხორციელებულა. ეს ორი. მესამე, არავინ არ გაუთავისუფლებია, ეს პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში და მე მაქსიმალურად ვეცადე და ყველა ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული. რა თქმა უნდა, იყვნენ თანამშრომლები, რომლებმაც თავად არის ურვეს ამ პროცესის ნაწილი ყოფილიყვნენ და ძალადობრივ მეთოდებს ნამდვილად ვერავინ. გაშვებული თანამშრომლები წერდნენ, რომ ძირითადად იმ ადამიანებს შეეხო ცვლილებები, რომლებთა ხელმოწერებიც ფიქსირდებოდა განცხადებებზე. 250-მა კაცმა მოაწერა ხელი, ამ 250-დან ალბათ 200 ისევ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, შესაბამისად ამას მე სერიოზულად ვერ
აღიქვამო. ჩემი პოზიცია პეტიციასთან დაკავშირებით დიპლომატების მხრიდან პეტიციაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით არ დამიმალავს, არ ვმალავ აშკარად უარყოფითია და ეს ყველამ კარგად იცის ჩვენ ბევრი ჩვენსთან მათ შორის მათთან ვისაც ხელი აქვს მოწერილი გვიკამათია ამ თემაზე გვისაუბრია ამ თემაზე მე ჩემი პოზიცია არ დამიმალავს საგარეო საქმეთა უწყების თანამშრომლების მხრიდან მსგავს ნაბიჯზე თუმცა ეს ნამდვილად არ ყოფილა არც რეორგანიზაციის მიზეზი არც მიზანი ამ ადამიანების ან დასჯა ან სამსახურიდან გაშვება ერთი რაც ამან ყველაფერმა გვაჩვენა რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სერიოზულად ჭირდებოდა გაჯანსაღება, ჭირდებოდა ძალიან სერიოზული ხელის შეშველება, ძალიან ბევრ პროცესში, ძალიან დიდია ამ პროცესმა ისიც გვაჩვენა რომ ძალიან დიდი იყო გარედან ზეწოლა. ძალიან დიდი იყო ჩვენს თანამშრომლებზე, დიპლომატებზე, უცხოელი დიპლომატების მხრიდან ზეწოლა, გარკვეული ასე ვთქვათ, წახალისებები, რომ მათ დაეტოვებინათ თანამდებობები, წახალისებები, რომ ან ასე მოქმედად, ან ისე მოქმედად. ეს მიუღებელია საგარეო სამყოფელი ქვეყნების და მე მაშინვე ვამბობდი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ის უწყება, რომელიც არის ფრონტის წინა ხაზზე. პირველ დარტყმას იღებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და აქ ძალიან გჭირდება გრადობა, აქ ძალიან გჭირდება სიძლიერე და რა თქმა უნდა პოზიციების დაცვის უნარი უნდა გქონდეს პირველ რიგში. როდის რა პოზიციებს აჟღერებ, რა პოზიციებს გამოხატავ საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველ რიგში არის ხელისუფლების პოზიციების გამოხატვალი. ძალიან ხშირად მომყავს ხოლმე Brexit-ის მაგალითი, მაშინ როდესაც Brexit-ის შესახებ იყო გადაწყვეტილება მიღებული, დარწმუნებული ვარ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დიდი ნაწილი ალბათ არ ეთანხმებოდნენ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც ხალხის მიერ, ასე ვთქვათ, მიღებული, ხალხის მიერ იყო მიღებული, მაგრამ მათ ძალიან წარმატებით შეასრულეს ის დავალება, რაც საზოგადოებისგან მოდიოდა. ასე რომ ასეთი მაგალითები არის ბევრი, რაც გვაფიქრებინებდა, რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან ძლიერი და გაძლიერებული საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს არის პროცესი, ეს პროცესი გრძელდება, გაგრძელდება, ეს არ დასრულებულა, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლები, ჩვენი დიპლომატები კიდევ უფრო ძლიერები იყვნენ და უფრო კარგად დაიცვან ჩვენი ქვეყნის პოზიცია. დიდი მადლობა ყველანაირ ლიმიტს გადავაჭარბეთ. ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. ამით გადაცემა დღეს დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით.